ოპოზიცია რომელიც მიმზიდველი უნდა იყოს მას ჭირდება თორე სიყალბესაც გზნობს მე მახსოვს ეს ვითომ მეტროში რო იყვნენ და ავტობუსებში პოლიტიკოსები ან იყო ძალიან ყალბემცდელობები ან იყო კომპლექსი რომ არ გავდე შენ იმაში იყო შენ უნდა იყო რაღაცა უფრო იერარქიულად აქ კიდე ამ ელიტიზმის საფუძველი არის აღქმა შენი მოსახლეობასთან შენ იერარქიული დამოკიდებულება გაქვს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ასე აღიქვამს მოქალაქეს არა პარტნიორად არამედ იერარქიულ დაქვემდებარებაში ამიტომა რომ პარტიები გეუბნებიან შენ ახლა ამაში უნდა მოცე ხმა შენ ეს უნდა მოცე ალიანსის დაანონსების შემდეგ გამოვიდნენ და ერთობლივად ბრიფინგიც ვერ ჩაატარეს ამ გუშინ გაერთიანებულმა გუშინ წინ ერთმანეთის მაგინებელმა ადამიანებმა ცალ-ცალკე დადგნენ მედიასთან და თითოეული მათგანი რა ტონითაც ელაპარაკეს ის ტონი ისეთი შემზარავი იყო რომ მე აი უბრალოდ გამეფიქრა რომ ესე იგი ეს ადამიანები ხელისუფლებაში რო იყვნენ ახლა წარმოვიდგენია როგორ დაელაპარაკებიან თქო იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ერთმანეთს გვარამია იყო ჩერგოლეიშვილი თინა ბოკუჩავა და ნუ კიდევ ვიღაც ერთმანეთს ჯობდნენ აროგანტულობაში და აგრესიის გამოხატვა ისევ ეგ არის მარტო ალიანსის პრობლემა ეგ ალიანსი არის აი პირდაპირ გაბანტული საჩუქარი ქართული ოცნების აი ესე თავი გაიბანტეს და ლანგარზე კიდევ ერთხელ 28 წლის არჩევნებისთვის თუ რაღაც არ მოხდა შავიგედი არ მოფრინდა თავი გაიბანტეს და ბიზნესში ერთი რაც აუცილებლად მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ესე იგი მას მერე რაც გაერთიანეს თუ მანამდეც უკვე პირდაპირ იმეორებენ ქართული ოცნების იმ ნარატივს რომელსაც თავისი არხებით თუ პრესკონფერენციის საშუალებით ქართული ოცნება ხას უსვამს ხო რომ ესენი გაერთიანენ მის დრო ელოდებიან უცხოეთიდან დირექტივებს და ესენი ველოდები და აი რაღაცნაირად აი გამაოგნებელია უბრალოდ რომ ამას ისევ და ისევ სისულელით შეიძლება ადამიანი აკეთებდეს და უჭკუებით დაუჯერებელია თუ მართლა განზრახამას აკეთებდეს რომ იმეორებდეს ამას და უდასტურებდეს და ამყარებდეს ქართული ოცნების ნარატივს გამაოგნებელია